გამარჯობათ მეგობრებო, არხის განუწერებო კარგო ხალხო. და გლულოვიანი თოფების მოყვარლობა, მით უმეტეს მოკლე თოფის. ეხლა ბევრი შემოვიდა ესეთი თოფები, ქვია ჯავს, თურქულია, აი ესე. A12. არის გუშიანი, ანუ ესეთი რაღაცა და ამის მუღამია რომ ამას ნამბარა უყენე ხელო გაუშვათ პირდაპირ გადატენის. ეხლა რა მინდოდა მეთქვა რა. ეს არის თავდაცვის იარაღი. მეც ესეთი რამე მაქვს, მე მფიქრობ რომ ყველას უნდა კონდეს ესა რა. ძვირი იარაღის 550 ლარების. აი ესეთი რამე უყენდება. ეს არის ტელესკოპური და ესეც იკეცება. ანუ თუ ამას დაუყენთ, შეგიძლიათ დაკეცო და სიგრძეში არ წააგეთ, თქო თქვა, იმიტომ ყიდულობთ იმას, რომ მუღამი ხო ის აქვს, რომ მოკლე იყოს, ხო? შეგიძლიათ დაუყენოთ აი ესეთი სრულფასოვანი კონტახი. ეს ეხსნება, შეგიძლიათ ესეთი დააყენოთ, შეგიძლიათ დააყენოთ კიდე აბრეს რო ეძახიან პირდაპირ აი ესეთი რაღაცა ხელის მოსაკით. ეგეთი შეგიძლიათ დააყენოთ. ასე რომ არჩევანი ბევრი გაქვთ. ეხლა ჩემი რჩევა იქნება, რა ვიცი, მური, მამაშვილური თუ ბიძაშვილური, თუ ესეთ მოკლე თოფს იყიდით, არ იყიდოთ თვით გადამტენი. ანუ ნახევრად ავტომატიროა, როცა ხელით კი არ ატენით, ჩადებ და მერე ისვრით რა. ტყუებს არჩევს. და ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ გადაგიტენოთ. ანუ შარში ჩავვარდეთ რა. იმიტომ რომ ეს კალიბრი 12 კალიბრიანია, ხო არ არის მაღაზე გათვალისწინებული, რომ თქვა სანადირო და რაღაცებზე იაროთ და მთელი ამბავი. სანადიროდ კაია, ხო აფრინა და რაღაცა მიფრინავს ერთი ესოლთ მეორე და ნახევარად ავტომატურად გამართლებული, მაგრამ ეხლა ეს თავდაცვის იარაღი ეხლა კიბორგი ხო არ შემოგივარდებოთ, მაინც და მაინც მიაყაროთ, ხო ეხლა გადატენას მოვასწრებთ, ხო ბოლო ხელით დაამუღავთ. ამიტომ არ გირჩევთ რომ ეგ იყიდოთ. ან თუ იყიდეთ ეხლა მე იმას კი არ ვგმობ რატო იყიდეთ მეთქი, მაგრამ რჩევა მექნება ეგეთი, რა ვიცი. პიკასინის თამასა აქვს, რაც ძალიან კაია, იმიტომ რომ აი აქ ლაზერი აუცილებლად დაუყენოთ. ესე სოლის დროს ძალიან რთულია რამეს გაარტყათ რა. ან ძალიან ბევრი რაღაცა უნდა ესოლოთ რომ რამეს გაარტყათ ხოლმე და ისიც მანძილს გააჩნია. იმის იქით მანძილზე თოფს ისევ ესე დაიჭეთ, თქვა, მიჩვეულ ხარ 15 მეტრზე ატყავთ 30-ზე ვერც გაარტყავს, მაგრამ ეს არ არის იარაღი 30 მეტრზე ისოლთ. ეს არის 10-15 მეტრი, 20, მეტი არცა, 20-იც უკვე ბევრია რა. ძიმე ტყუებს მუშადებ შეიძლება შუბში მოხდეთ. ანუ ძლიერ თქო გეჭიროთ იარაღი, ამიტომ მეც არ ჩავდებ. მისროლია ძიმე ტყუები, არაფერს არ ახუჭეს, მაგრამ ის არის რა ქვია, არ არის რა ეგ კაი საქმე. აი ეგ უყენია ესეთი რაღაცა. არაფერი ესეთი რთული და ღალატები რამე არა ჭირს, ეს არის მცველი. ეს პლასმასია. ამას ძალა არ ადგებოდა იყოს რა მერე რა. აი აქ ვესვრი. ტყვია ესე იდება. ნუ ესე. ჭიჭი ჩადის 4 ტყვია, მე-5 მიდის. ლულის არხში. ყურები დავიცვათ. თუ გაჭირდა ამით ინადირებთ კიდევაც აი ეს კონტახი რო გაჩვენთ ეგ რო დაუყენოთ ახლოში. მერე ერთი ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო, გრძელული, მოკლედ მერე ვილაპარაკოთ. მოდი ახლა ამას გავტენი ვისვრი და მერე გაჩვენთ ამას კიდე ერთი რაღაცა მოყვება და აი ეს არის მაგარი, აი ცალი ხელი გაუშვი და პირდაპირ ისქნა. ოღონდ თუ ეგეთ რამეს გააკეთებთ, თითის სასხლეთში არ აქონდეთ შეყონებული, იმიტომ რომ ეს მძიმეა და აი ამ დროს შეიძლება კუნთვა თვითონ იმუშაოს და გაისროლოთ, ან გაგივარდეთ. ამიტომ ეს არ გაიმეოროთ. მოდი აბა ხა შევეძები რომ აი აქ ათიანში ნუ ძალიან რთულია ხა თოფს ავხედავ ზემოდან რა და აი სად მოხდა. ანუ სადღაც აი აქ ვესროლი, აი ეგრე გამოვიდა. არა და აქ უმიზრებთ. ნუ ეხლა მაგაზე ვიღაცა რომ დამგმოს სისულელია, იმიტომ რომ როცა ესე ისვით, აი ესე რას უნდა გაარტყათ რავი. როგორ უნდა წარმოიდგინოთ, რას ახდება და როაც საერთოდ მიშველია. ამიტომ თუ გადაწყვიტეთ რომ ღმერთმა დაიფაროს ვიღაცას მიუშვირეთ, შეიძლება ვერ მოხდეს საერთოდ.
გინდა ცხოველი იყოს. ან ვერ მოხდეს, ან კიდე გადაწყვეტოთ რომ მოდი გვერდზე ვესროლო და მოხდეს. ამიტომ აი ეს როლა ამნაირ რაღაცის ყოვლად გაუმართლებელია. ეს არის 5-6 მეტრში ამას ვერ აასწენთ ახლა ძალიან ახლო როა რა ეს 3 მეტრში რაღაც ეგრე. თუ გინდათ რომ მაინცა და მაინც მიზანი ანუ გაუკეთეთ ტარი. ამას მოყვება კიდე. ნახეთ ჩოკები მოყვება. მოკლე ლულაკია, მაგრამ უკვე დიდი სუნდოადეს ჩოკები მოყვება და ლულის დამაგრძელებელი მოყვება ამას. ახლა მე ამას ამოვახრახნი. ჩოქს რო უკეთებთ ხოლმე, ნუ დაუყენებთ რაღაცა იმას, რა ქვია, ამას ნუ გადაუჭერთ ხოლმე ერთი ვნახე, ზეთები ვასხი და რავი, რეები ძლივს მოხსენით რა. ეს ისი არის შეგ ჩახრახნული, რომ არაფერი არ მოყვა. აი ესეთი რამე მოყვება ამას. ჩამაგრებთ და გახდა თითქმის სრულყოფილი თოფი. აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. ამას კონდახს დაუყენებთ, ჩათვალეთ, მშვენიერი თოფი გაქვთ. პომპა, რომელიც განადირებთ კიდევაც თან. ამას კიდე ჩოკი უყენდება, ანუ შევიწროვება, შეგიძლიათ უფრო. ეს იქნება უფრო ცილინდრი ახლა რაც დაუყენე. და ჩოკი ამოვიდა ზემოთ. ანუ შეგიძლიათ ამოახრახონ და სხვა ჩოკი დაუყენო, სხვა ეს იყო სამჭრიანი, ახლა რაც ვესროლე. ამას ახლა აღარ ვიცი, აზრი არ აქვს. თვითონ მე რა მინდა ახლა ეს რატო გადავიღე? თვითონ მინდა რომ თოფის კონცეფცია იცოდეთ რა, რისთვის ყიდულობთ, ღირს თუ არ ამის ყიდვა. პირდაპირ გეტყვით რომ ღირს ესეთი თოფები ზოგი მწერს რომ აი რამდენი ხანი გამიზრდა და ხარისხიანია თუ არა, ახლა 550 ლარი ღირს ახლა. ხარისხიანს რას ეძახით არ ვიცი, ახლა შენ შვილიშვილიშვილს შეგძლიათ დაუტოვოთ თუ წელიწადში 2 ტყვიას ისვით, მაგრამ ახლა თუ მიადექით ამა და თქვა დღეში 10 ტყვიას მაინც ისვით 60 წელიწადში ალბათ მოირყევა. ისიც ვიძახი ალბათ, იმიტომ რომ ესენი ახალი გამოსულებია და აი ვიღაც პაპის ნაქონი არ არის. რა ჩვენი თაობისა და შეიძლება 5 წელი ქონდეს ვიღაცას, მეტი არა. ანუ გამოცდილია და არის რამე ეგეთი რამები არ არის. უჩალიჩიათ რო აგერა. პიკატინის თამასის დასაყენებელი. მაინც აქვს, სანდიო თოფზე რათა აქვს არ ვიცი, მაგრამ ნუ აქვს. თუ ამას დააღრძელეთ რულას, კონდას გაუკეთებთ, უკვე შეგიძლიათ რომ აი ისქნათ რა ქვია, რაღაცას დაამაგროთ, მაგრამ კიდევ ანუ მოდი აქა თვითონ ეს პიკატინი, აი ეს პიკატინს ვეძახი კაცო, აი ეს თვითონ ეს თამას არის მუცელი აქვს. აი გაახედე, ცოტა არის შიგნით ჩაზნექილი, აი ესა რა. ანუ დამიზნების დროს იცი როგორი ეფექტი აქვს, რაღაც აი ესეთი ეფექტი აქვს რა. ჩაღუნული აქვს, მუცელია გაკეთებული და ამ მუცელში პირდაპირ გაჩვენებს რომ აი სად მოხდეს რა. წინ კორა. კორას ახლა რა აქვს? ადვილად იკითხება, სქელია. ხიდან ვაშლებით ვიყო. აქ სქელია, ადვილად იკითხება რაღაც ნებისმიერ ლანდშაფტზე რომ დაუმიზნოთ. აქ თეთრი რაღაცა ესო და ამოვარდნილია. მოკლედ ამას ეს თეთრი უკამდოთ დაუბრუნოთ და იქნება ხო შენ თოფი. დანარჩენი რავია, ესეთი თოფია, უცნაური, ტკბილი, გემრიელი, თავისი დაგრძელები და ასე შემდეგ. ვისაც აქ გაქვთ და გინადირიათ, დაწერეთ თუ ამითი გინადირიათ. მე მაგალითად მქონდა მცდელობა რა და სანამ დიდი კონდახი არ დაუყენა, მაგრამ მწყერზე ესეთი თოფი არის, კაი, ან ახლოში რაღაცა თუ ამოფრინდა, ამითი ადვილად მოინადირებთ. მე ხა ცხოვრება და ფრინველების მტერი კი არა ვარ, საერთოდ ვიძახი რა. არც ადამიანის მტერი არ ვარ, გარდა მტრისა. ამითი ჯავს R 12-ის განხილვა დავამთავროთ, აი ესეთი თოფია. მოვიცი. დანარჩენი მოგმართათ, ვინ გიყვა თუ რამე იარაღი აქვს და ესეთი განხილული იარაღი გვაქვს. მოგმართეთ, ამოვიდეთ, ან ერთმანეთი გავიცნოთ, კაი პოლიციამ ჩამო და იარაღითაც გავამდიდოთ ქართულები. კარგად ბრძანდებოდეთ, შემდეგ იარაღის განხილვამდე.